ასე ვთქვათ, უთმობს ასპარეს საქართველოს და ოსეთს იმისთვის, რომ მათ ერთმანეთს შორის მოილაპარაკონ და დაამყარონ, ასე ვთქვათ, თავიანთი ურთიერთობა. როგორ ფიქრობთ, გულისხმობს თუ არა ეს იმას, რომ შეიძლება რაღაც მომენტში რუსეთმა, ასე ვთქვათ, თავისი აღიარება უკან წაიღოს? შეიძლება, მაგრამ ამას უნდა გაცილებით უფრო დიდი დრო, ვიდრე გონია ბევრს თუნდაც დღესაც, თუმცა სამწუხაროდ დღეს ისეთებიც გამოჩნდნენ, მათ შორის ხელისუფლებაში, ვისაც მიაჩნია, რომ საერთოდ ეს ყველაფერი ასე დაკარგული არის. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. ისე როგორც არ ვეთანხმებით, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება საომავლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. დრო უნდა და სწორი მოძრაობა. ჯერ კოსაჩოვმა თქვა, ნოყაიდოვთან შეხვედრის შემდეგ, თუ ქართველები და ოსები, თუ ქართველები და აფხაზები თვითონ მოილაპარაკებენ იმაზე, რომ მათთვის უკეთესია, მათ უნდათ საომავლოდ ერთ ქვეყანაში იცხოვრონ ერთ სახელმწიფოში, ეს მათი საქმეა. ორჯერ სამჯერ გააკეთა ეს განცხადება კოსაჩოვმა, მათ შორის ცხინვალში ჩასულმა, ამ ცნობილმა პოლიტიკოსმა. ახლა პუტინმა გააკეთა, სხვაშორის მანამდე ბურჯანაძესთან შეხვედრილად პუტინმა თქვა, რომ ჩვენ მზად ვართ დავბრუნდეთ იმ ვითარებაში, რაც იყო 2008 წლის აგვისტომდე. ეს განცხადებები კი გაკეთდა, მაგრამ ძალზე რთული და გრძელი გზაა გასავლელი ეს იმ შემთხვევაში, თუ სწორ გზას დაადგება ჩვენი ხელისუფლება. ვინაიდან ხაზს ვამთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. პირველი იყო ზურაბ ნოყაიდელის შეძლო ეს გარღვევა, ჩავიდა რუსეთში, შეხვდა პუტინს და მე არაერთხელ ყოფილა და მე გეუბნებით ლარსის გახსნას და იქამდე მივიდა საქმე და ფრენების აღდგენას, აი ამ ჩარტერული ფრენების აღდგენას დიდ ამბად მოიხსენიებენ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დამაიმედებელ ასე ვთქვათ და დადებით მოვლენად აღიქვამს, ხო? და აცხადებს ამას. ამას აქვს თავისი საზღვარი. იმიტომ რომ არ შეუძლია ოპოზიციურ პარტიას გადაიყვანოს ეს უკვე ხელისუფლებას შორისი რეჟიმში. კატალიზატორის როლი, ზეწოლის მოხდენა, საზოგადოებრივ მომზადება, განსაკუთრებით რუსეთის ელიტასთან მუშაობა იმაზე, რომ ცალხრივად გამოაცხადეს მათ საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა. და მათ შეუძლიათ ეს მოხსნა. აქ არ არის საჭირო მაინც და მაინც საქართველოს ხელისუფლების ნებართვები და ეს ალბათ ავტომატურად მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გახდება საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ესეც საჭირო არის და ძალიან კარგია რომ ეს გაიხსენეთ. ობამამ წარმოთქვა ეს, როცა ჩასული იყო მედვედევი და არაჩვეულებრივად თბილისში შეხვედრა მოუწყვეს ჩვენთან საერთოდ არ გაშუქდა. ეს ნაწილი ჩვენთან გაშუქდა სხვაშორის გაცილებით მეტად ვიდრე შეერთებულ შტატებში შპიონების დაპატიმრება, რომელიც სრულიად უხმაუროდ როგორც ხდება დიდ სახელმწიფოებს შორის ამან ჩაიარა ესე, ბაიდენმა ამასინაც სულ სიცილში გადაიყვანეს და ხმურობაში გაცვალეს და მორჩა. გაიხსენათ ჩვენთან ეს თეატრალური საოცარი რაღაცა გადაცემა შპიონების, რომლის შემდეგაც გამოცხადდა ემბარგო სწორედ, იმიტომ რომ რუსეთთან ასე არავინ არ მოქცეულა არასოდეს. არც პატარა, არც დიდი ქვეყანა. ისე როგორც მაშინ გააკეთეს აი ამ უცხოელების სიტყვებით რო ვთქვათ, მავნე საბავშვო ბაღმა. ეს მოთარგმნე ხა ინგლისურიდან, evil kindergarten. ბატონო პეტრე, წავიკითხე ერთგან თქვენი ინტერვიუ, სადაც ასეთი რამე გაქვთ ნათქვამი, რომ თქვენ განსხვავდებით იმ ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებიც წერილზე გზავნიან საერთაშორისო თანამეგობრობაში, რომ მოუხსნან საქართველოს დახმარებები, ვიდრე სააკაშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ვის გულისხმობთ? აი არ შემეშალოს. მე მახსოვს, რომ ბრიუსელში გაიგზავნა კოლექტიური წერილი, რომელიც დაიბეჭდა აქ და პარტიები აწერდნენ ხელს, რამდენიმე პარტია. აი ახლა რო თქვა და ვიღაცა გაუმჩეს და ვიღაცა თქვა, ახლა უკვე ორი თქვა მახსოვს, მაგრამ იქ იყო რამდენიმე. ვინ არიან ეს ორი? რა ზუსტად გახსოვთ? აი თქვა რესპუბლიკელები მახსოვს. ახლა თუ შემეშალა, ხო დიდ ბოდიშს მოვიქცე მაშინათ, ამას მეხსიერებას ვეყნობი. და სწორედ ასე იყო, რომ აი დახმარების განხილვის დროს, არა ამ დახმარებით ვარსებობთ ჩვენ. ჩაიხედოს ყველა. ეხლა კი არასწორად ხარჯავენ. თავის ხელისუფლების გამტკიცებისთვის იყენებენ როგორც პიარის, ისე ალბათ ფინანსური ასე ვთქვათ მხრივაც, თუნდაც ამ გზების დაგება და სხვა, იქიდან რამდენი ფული იხსნება, ვინ დათვლის ამას, ხო? ჩვენთან ხო ჯერ სუსტია კონტროლი, ხო? მაგრამ აი ამ 4.5 მილიარდი დოლარის გარეშე 2008 წლის შემოდგომის შემდეგ დღემდე როგორი არსებობდა ჩვენი ქვეყანა. სხვა საქმეა, რომ ვალი გროვდება, ვეებერთელა ვალი და რომ 2013 წელს $700 მილიონ მეტია გადასახდელი ერთ წელიწადში.
და საოცარი რაღაცა მოხდა. სააკაშვილმა ლემონდის ინტერვიუში, ლემონთან ინტერვიუში თქვა, რომ კი რა თქმა უნდა პრემიერობაზეც მიფიქრია სხვა დროს, მაგრამ არ ვიცი რა განწყობაზე ვიქნებიო და ჩვენ ხომ არ ვიცით 2 წლის შემდეგ რა დღეში იქნება ქართული ეკონომიკა. ციტირებ. ანუ ადამიანი რომელიც აქ აცხადებს რომ არაჩვეულებრივად ვითარდება ეკონომიკა და სულ წინ მივდივარ და მაღლა ლემონთან ინტერვიუში ამასაც კი ამბობს ჩვენ ხო არ ვიცით რა დღეში ჩვენ ვიცით რა დღეში იქნება. ყველაზე უფრო ეს გვადარდებს. განორჩევათ იმისა ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ მოვა ან არ მოვა. მაგრამ ეკონომიკური კოლაფსი, სოციალური აფეთქება ეს არის ის რამაც შეიძლება ბოლო მოუღოს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. არ ჩანს რესურსი, არავითარი რესურსი. აი მინდა სულ ორი ფრაზით. 2007 წლის ჩათვლით შემოდიოდა ვეებერთელა ინვესტიცია. 1.5 მილიარდი, 2 მილიარდი დოლარი პირდაპირი ფინანსური ინვესტიცია. რაც ფარავდა თითქმის მთლიანად ექსპორტ-იმპორტის დეფიციტს და პლუს ამ ინვესტიციებს უნდა მოყოლოდა შედეგი ასობით ახალი საწარმოს, ასობით კი არა, 1000-ობით ახალი საწარმოს გახსნისა, 100,000-ობით სამუშაო ადგილის შექმნის ხრივ და უკვე ვანგარიშობდით იმას, რომ ჩვენი სამუშაო ძალა არ ყოფნიდა იმ პირობებშიც კი ყველა ქართველი რომ დაბრუნებული იყო. 1 მილიონზე მეტია დღეს ქართველი რუსეთში თუნდაც, ხო? ამასაც ვანგარიშობდით. ეს ყველაფერი ცურივით მოიჭრა ჯერ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ 700 მილიონზე მეტი დავკარგეთ ხელისუფლებამ თქვა მილიარდზე მეტი დავკარგეთ და საბოლოოდ ომის შემდეგ ამის გარეშე საქართველოს რომელსაც არ გააჩნია საკუთარი არც ნავთობი არც გაზი არც რაიმე სხვა წიაღისეული რაც ზოგიერთ ქვეყანას გააჩნია და ამაზე პარაზიტებს იმ ქვეყნის ხელისუფლება ხშირად ხო ჩვენ ეს როგორც წესის განუვითარებელ ქვეყნებს ხო მაგრამ აი ვერც ვითარდებიან იმიტომ რომ ხელისუფლებაში ზის ვისაც ეს ონკანი უჭერავს ხელში გაზის ნავთობის და სხვა და სოციალურ იმას რაღაცა დონეზე აგვარებს და ანგარიში ვალდებულიც აღარ ხდება ხო მაგრამ ჩვენთან ეს არაფერი არ არის ყველა საერთაშორისო ექსპერტი თუ უცხოელი დიპლომატი და მე ბევრს ვისწრებ ამ წლების განმავლობაში ბევრი გავიცანი ახლოს და კონფიდენციურ საუბრებში ყველა მეკითხება ერთ რამეს ფული რო გაუთავდებათ სად მირბიან მერე ან რას აკეთებენ მერე მე პასუხი არ მაქვს და ეს ახლა ხდება დიახ ბატონო პეტრე ჩვენი საუბრის ბოლოს ძალიან მოკლედ როგორც წესი უბრალოდ ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა უცხოელი ასე ვთქვათ ცენზიანი სტუმრების ვიზიტები საქართველოში მე მაინტერესებს თუ ელით მართლა რაიმე კონკრეტულ შედეგს თუნდაც დღევანდელი ვიზიტის შემდეგ. შედეგები ყოველთვის არის. აი რა სახის შედეგებია ხოლმე? რამდენად არის ეს კონკრეტული შედეგი, რომელიც ჩვენთვისაც თვალხილულია? აი ცალკეული ვიზიტის შედეგი, როგორც წესი, ხილული არ არის ხალხისათვის. არ დამავიწყდება შარშან ბაიდენის ვიზიტის წინ ერთმა ძველმა თბილისელმა კაცმა შეხვედრაზე კითხა. აი რო ჩამოდის ეს ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენიო, წაიყვანს ანუბედურ სააკაშვილს და არ წაიყვანს მეთქი. აბა რა გვინდა რომ ჩამოდის? რა თქმა უნდა, ასეთი ექსპექტაცია, ასეთი მოლოდინი, რომ ჩამოვა კლინტონი, იტყვის, რომ ტერიტორია ოკუპირებულია და გვეშველა და გიხაროდან, ხო? ასე არ არის. იგივე კლინტონი და იგივე ობამას ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთთან ინტეგრაცია მოხდეს გადატვირთო ურთიერთობისა და ყველაფერზე ეს ბევრჯერ თქვით, ხო? იგივე, მაგრამ შედეგები კონკრეტული არის. კონკრეტული შედეგები არის იმ მხრივ, რომ დახმარება არ წყდება, იმ მხრივ, რომ არის ზეწოლა ჩვენს ხელისუფლებაზე გამოდმებული და გაცლებით მეც ეუბნებიან პირდაპირ შეხვედრებზე და არა საჯაროდ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ზეწოლას თავისი მოაქვს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ვინმე დედამიწის ზურგზე გააკეთებს იმ საქმეს, რაც ყოველ ერს ევალება, რომ დაიცვას თავისი ენა, მამული სარწმუნოება მისთვის ყველა მისაწვდომი საშუალებით. ამას არავინ არ გააკეთებს ჩვენს გარდა. დიდი მადლობა. მადლობთ. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო პეტრე მამრაძე, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ ზუსტად 10 საათზე შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის.